მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე თენგო ომანიძე გახლავართ, თქვენ კი საქართველოს ტალღის ეთერში უყურებთ გადაცემას ახალი პარადიგმა. დღევანდელ ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ანალიტიკოსი პროფესორი ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით ბატონო დემურ. მინდა ერთი ძალიან საინტერესო ამბით დავიწყოთ საუბარი, შიდა პოლიტიკურ თემებს უკავშირდება. დღევანდელ ბრიფინგზე ბატონმა შალვა პაპუაშვილმა განგვიცხადა ჩემთვის მაგალითად ეს იყო შოკის მომგვრელი ამის მოსმენა, იმიტომ რომ საერთოდ ხო პოლიტიკას ახასიათებს, რომ შეიძლება პოლიტიკოსმა რაღაც თქვას, მერე გადაასხვაფეროს, სხვა ინტერპრეტაციის შემოგთავაზოს, მაგრამ აი ესე პირდაპირ საკუთარი ნათქვამის უარყოფა მე იშვიათად მომისმენია. საკითხი შეეხება ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს, ეს იყო თემა, რომლითაც მაგალითად გასულ წელს მთელი საპარლამენტო კომისია დანიშნეს, ჯერ ამ კომისიას დასკვნა გააკეთებინეს, ამის საფუძველზე შეიტანეს არჩელი აკრძალვა და მთელი PR კამპანია ჰქონდათ ამაზე დაგეგმილი და დღეს ბატონი შალვა პაპუაშვილი გვეუბნება, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება არასდროს არ მიგვიღიაო. ამაზე გვაქვს პატარა ვიდეოც მომზადებული, თუ შეიძლება შევთავაზოთ მაყურებელს და შემდეგ თქვენი კომენტარი იქნება საინტერესო. უმნიშვნელოვანესი რეფორმები დაანონსა და მათ შორის ერთ-ერთი საკითხი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, რომელიც სხვათა შორის ასე ჩაიფიქრა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათ შორის ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი დაარსა, მას არ დასწალდა, თორემ მის იდეა სწორედ იყო ერთი დიდი უნივერსიტეტი და სწორედ ასეთმა ბოლშევიკური აზროვნების ხალხმა მოუსწრაფა მას სიცოცხლე, ჯერ გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, დააბრუნეს და რა დაახვედრეს და არც შეარგეს იქ ყოფნა. ჩვენ სინამდვილეში დღეს ვაბრუნებთ იმ იდეას, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა ერთი დიდი ქართული უნივერსიტეტის დაარსება. დიახ, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, სხვა ვიდეო გავიდა ამ შემთხვევაში ეთერში, მაგრამ ამაზე არა. თუმცა დიდი უაზრობა სხვა შორის ესეც შეეხებოდა სწორედ მანამდე ნათქვამს, გვახსოვს ეს რომ გადათქვეს მე ამ ტექნიკური უნივერსიტეტის ამბავი. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, შალვა პაპუაშვილმა განგვიცხადა ასეთი რამ, რომ არასდროსო ჩვენ ნაცმოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებითო არ მიგვიღიაო გადაწყვეტილება. რა შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი აზრით აი ასეთი გადათქმა არქივში ეს გარდა იმისა, რომ ჩვენს მეხსიერებას ახსოვს ეს ყველაფერი, ვიდეო არქივიც არსებობს ამასთან დაკავშირებით, ბატონი მამუკა მდინარაძის გამოსვლა იყო ხო პარლამენტში და პირდაპირ დაგვიანონსა, რომ ვერც ერთ არჩევნებში ნაცმოძრაობა ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ მიღებულია მათი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. რას უკავშირდება აი დღეს ამ ყველაფრის გადათქმა და ამისი შემოbrunება? არის თუ არა თქვენი აზრით ეს კავშირში მაგალითად შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ბოლო პერიოდში დაახლოების თუ ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობასთან? უნდა გქონდეს თუ არა ვარაუდი, რომ შტატების მხრიდან არის ეს მოთხოვნა დაყენებული ხელისუფლების მიმართ და ესენიც აპირებენ, რომ კვლავ გადასხდნენ აი ამ პროდასავლურ ნავში. გითხრათ სიმართლე, თემა სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება, უბრალო მიზეზის გამო. თქვენ გინდათ ოცნება მაგძალოს პარტია, რომელიც არის სულისჩამდგმელი იმისა, რომ ოცნება იყოს ხელისუფლებაში. ნახეთ, შუაგაკრეფის დანაშაულებრივი იდეა, რომელიც თავის დროზე ოცნების ლიდერმა წამოაყენა. და გაკრიფეს ბჭყალებში ხალხი, თუმცა აქ მას ვერაფერს ვერ დააბრალებ, ეს იმ ხალხის ბრალია, ვინც გაიკრიფა, ხო სწორია? პოლიტიკაში შენ არ შეიძლება იყო გაკრეფილი, თუ პოლიტიკაში ხარ და თუ პოლიტიკოსი ხარ, იმიტომ რომ ვინც გაკრეფას მოინდომებს, შენი პოლიტიკური ძალით მას ამას უდიდეს ფასად დაუსვამ, ხო სწორია? მაგრამ გაიკრიფნენ, იმიტომ რომ პოლიტიკა საქართველოში ფულის კეთების მართალია ზოგი პატარა ციცქნის, ზოგი ცოტა უფრო მეტ ციცქნის, მაგრამ ყველა ციცქნის, ვისაც კი ცოტა მაინც აქვს. ამიტომ გასულ წელსაც სასაცილოდ არ მყოფნიდა მე, როცა ისინი ლაპარაკობდნენ ნაცმოძრაობის აკრძალვაზე, ჯერ ერთი ნაცმოძრაობის აკრძალვა თუ უნდათ ამისთვის 2012 წელს არჩევნების შემდეგ, რისთვისაც ხმა მისცა მოტყუებულმა ქართველმა ხალხმა, მოტყუებულმა, მათ ვერ წარმოიდგინეს რა ტექნოლოგიები მუშაობდა, რომ ჩანაცვლებული იყო სააკაშვილი, რომელიც გავიდა მართვისგან. და
ისე იგეგმებოდა ყველაფერი, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არც ჰქონდა და არც ჰქონდა მის პრეტენზია. ის გარკვეულ პროცენტს უნდა დაკმაყოფილიყო ამ ეტაპზე. მთავარი იყო სააკაშვილის შეზღუდვა, მაგრამ მან ქვა აგდო და თავი შეუშურა. მე უნდა ვიყო ერთპიროვნულად მინიმუმ 55% და ასე შემდეგ, ხო? რაც ითხოვდა გაბოროტებული უკვე ხალხი, რომელიც ივანიშვილმა რა გააკეთა, იცით, ჩააქრო უზარმაზარი პროტესტიც მუხლის საქართველოში და გადაიტანა ეს განწყობა იმ რეჟიმში, როცა უბრალოდ ხალხი მოტყუებული იქნა. განაკარგად მაცხოვრეო, რას თხოვდნენ? სამართლიანობა აღადგინაო, ხო სწორია? სამართლიანობის აღდგენა შეიძლება სამართლის გზით. შენ გქონდა ყველაფერი და არსებობს ყველაფერი და ღია, ძალიან ობიექტური სასამართლო პროცესი უნდა დაგეწყო და თუ სამართლის დონეზე შესაძლებელი იყო, ყველაზე იოლი იყო, მაშინ დაგეხურა, ხო, დაუშვათ. დაუშვათ არ იყო საკმარისი. 2012 წლის შემდეგ ნაცმოძრაობის გაქრობა როგორც პოლიტიკური პარტიისა იყო ელემენტარული ტექნოლოგიის საქმე, რადგან განწყობა ხალხში იყო სრულიად ხანდაჭერაც ამისი იყო ხალხი. ამიტომ შენ უნდა ახალი ტალღებისთვის მიგეცა გასაქანი და ავტომატურად ამ მრავალ პოლუსიან პოლიტიკურ სპექტრში ნაცმოძრაობა ავტომატურად დელელა დაკარგა. რა გააკეთა ივანიშვილმა და მთლიანად ოცნება, თუმცა ოცნებაში ვინ რას კითხავს, ვინმეს არავინ არ არის. ოცნება როგორც ასეთი არავინ არ არის. არის ერთი კაცი, ხო? მან რა ქნა, უშუალოდ უნდა გაიკრიფოსო, ამიტომ თქვა მე ვარ ხელთუქმნელი, ესენი არიან შავი ბნელი ძალა, მე თუ არ ვიქენი მოვლენ ესენი და თქვენ გინდათ ეს გაუქმოთ. მაშინ რაზე დაეყრდნობა ივანიშვილი და მისი პარტია ამ ქვეყანაში, როდესაც შეიძლება აქ საღი პოლიტიკური ძალები გაჩნდეს. საღი პოლიტიკური ძალები მალე გაჩნდება ყოველ მიზეზ გარეშე. ამას ვერც ოცნება დააკავებს, ვერც აღმოსავლეთი, ვერც დასავლეთი, ვერც ჩრდილოეთი. თუ არა და მოხდება ის, რაც ხდება ტრაგედია ქვეყანაში. ამიტომ ბლეფი იყო თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობის აკრძალვა, მით უმეტეს ხაზს უსვამ. ძალიან კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ. ნაცმოძრაობა და მთელი მასთან აფილირებული ეს მინი ნაცმოძრაობები, ეს არის საყრდენი ოცნებისათვის და პირადად ბიძინა ივანიშვილის საყრდენია იმისთვის, რომ ის დარჩეს ხელისუფლებაში. სხვა საღი პოლიტიკური ძალა მისთვის ისეთივე კატასტროფაა, როგორც სტიქიური. კი ბატონო, მოდით აი მე ხა მოვისმინოთ ეს ბრიფინგიდან ნაწილი და პლუს ამას ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა არქივშიც მოიძია ვიდეო, რომელიც აი უარყოფს პაპუაშვილის დღევანდელი განცხადების. პაპუაშვილი საერთოდ არასერიოზული პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ მისი ნათქვამი ისეთივე გახრეტილი შაურის ფასია, როგორც სხვა მისი ნათქვამი. კი ბატონო, ნახოთ ვიდეო. ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არც არასდროს მიგვიღია და ვერც არასდროს მივიღებთ. ჩვენ ერთადერთი გვაქვს ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური პარტიები და ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუ კი პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ის არ უნდა არსებობდეს. ამიტომ ჩვენ მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ განსაჯოს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა. ეხლა დავბრუნდით ეთერში. შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს აი რითიც დავიწყეთ და ამ ხრივაც საინტერესოა თქვენი აზრი, ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ქართულ ოცნებას აქვს გარკვეული ტიპის კომუნიკაცია. არსებობს ასეთი აი როგორ თქვა, ჭორები რო დადის ხოლმე პოლიტიკაში და მედია სივრცეში, რომ და მათ შორის ამას უკვე საჯარო წყაროებიდანაც შეგვიძლია ეს დასკვნა გამოვიტანოთ შეერთებული შტატების
საელჩოს განცხადება იყო, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ როდესაც შეხვდნენ ისინი ოპოზიციას, მათ დააყენეს ასეთი საკითხი, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოში და ზოგადად აი ამ წარმომადგენლობით ორგანოებში. ხომ არ შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს ქართული ოცნების ეს შემოbrunება იმას, რომ შტატებმა ურთიერთობების გადატვირთვის ფასად მათ დაუსახეს სწორედ ის, რომ აი საკუთარი ბოდიში და გადანერწყვილი უნდა ალოყოთ ეხლა. ეს ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია აქვს, მაგრამ როგორც ჩვევია თამათ გადაგდებაზე მუშაობენ, ჩვეულებრივი არაპოლიტიკური აზროვნების ადამიანია, ამიტომ გადაგდებაზე მუშაობს. ჯერ კიდევ მიშელი, რომელიც აქ ჩამოვიდა და ნახეთ ჩვენ რა სისულელეზე მოაწერინა ხალხი მჭრელაჭრულა პარტიებს, მაშინაც იყო ოპოზიციისთვის ნათქვამი, რომ დაელოდეთ კოალიციურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ოცნებამ შესანიშნავად იცით, მით უმეტეს, როდესაც დასავლეთი ასე აგრესიულად ზემოქმედებს მასზე და მიზანი სულ სხვა, დემოკრატიული არჩევნები ნაკლებ საინტერესოა დასავლეთისთვის, იმიტომ რომ დემოკრატიული არჩევნები ვერ ტარდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვერ ტარდება ნატოს წევრ ქვეყნებში, აიღეთ რუმინეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ სრულიად არ არის გამორიცხული და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას როცა ვსაუბრობ ამაზე თვეების წინ შევნიშნე, ყველაფერზე არიან მზად, ოღონდ ევროპა და ამერიკელები დაელაპარაკონ. მათი მთავარი გართულება იყო, რომ ისინი ხელისუფლებას ზღუდავდნენ და ამათ ხელისუფლება არ უნდათ, ამათ პასუხისმგებლობა არ უნდათ, ამათ უნდათ მარტო დასავლური ტერმინო ის რომ იყვნენ ლექსიკის დონეზე საკუთარი თავის შენარჩუნება. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ აუცილებლად შესრულდება, დააკვირდით ამ დებატებს, დააკვირდით განწყობას, ეგრეთ წოდებული ოცნების, ყველაფერს აკეთებენ. ამათ გარდა არავინ არ არსებობს, ამათთვის. ხო სწორია? ყავთ ოპონენტები ბჭყალებში, ანუ კარგად დაფინანსებული ეს ნაცმოძრაობა და მისი შემოგარენი, რომ იტყვიან. და იმისთვის რომ გაიხანგძლივონ, ახლა როგორ მოხდება გარიგება და რა პროცენტზე დათანხმდებიან ამერიკაშიც და ევროპაშიც, რომ გამართულად რომ დაელაპარაკონ ქართველებს საერთოდ რა პროცენტით იქნება ოცნების, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარდამავალ ეტაპზე ოცნება მაინც იქნება უფრო უმეტესი. და მეს უფრო რეალური მგონია, ვიდრე ის, რომ რაიმე სხვა მოსაზრება ამოძრავებს. ეს ხო არნიშნავს, რომ რიგარეში არჩევნები შეიძლება დადგეს დღის ეს რიგში. რიგარეში არჩევნებს ეხლაც გააკეთებდნენ, მზად რო იყოს ოცნება ამ არჩევნებისთვის. ოცნებამ შესანიშნავად იცის, რომ მისი ავტორიტეტი ხალხში ეცემა არანორმალურად. მე რა რომ მას გონება ჩლუნგი მხარდამჭერები დარჩნენ, მოურიდებელი ვიქნები, იმიტომ რომ სადაც ქვეყანაში ტრაგედიისკენ მიდის საქმე, 300,000 მუსულმანით გაზარდეს საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, გარდაცვლილები წლებია უფრო მეტია ვიდრე დაბადებული, ხალხი გარბის ქვეყნიდან შეუჩერებლივ და აქ კიდე ასეთ პოლიტიკ მიწები იყიდება. აი ნახეთ, შედით საჯარო რეჟიმში, ნახავთ რადონის კატასტროფა არის. ამას როდესაც ადამიანი უჭერ მხარს, ან გამოთაყვანებული ხარ, ან და ხარ ადამიანი, რომელსაც ჩემთვის სრულიად გასაგებია იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდის. ამ ხალხს სხვა პრეტენზია არ აქვს, ფულს აკეთებენ და უჭერან მხარს, ხო სწორია? მაგრამ ეს ყველაფერი ვერ გაგრძელდება ასე, იმიტომ რომ სრულდება ის, რასაც საქართველო ქვია და ქართული ხალხის ისტორია ქვია ამ ქვეყანაში. ასე იქნება ამ ძალიან ცუდი სცენარის თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი გზით. როდესაც შენ მონაწილეობ არჩევნებში, თუ შენ პოლიტიკური ორგანიზაცია ხარ, შენ
კანონის დონეზე კონტროლის მექანიზმი უნდა გაგაჩნდეს, ხოიცით, მონაწილეობა, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პროცესზე და ასე შემდეგ და თუ შენ გიყალბებენ არჩევნებს, შენ ამას ხელისუფლებას ძვირად დაუსვამ, რაც გაგიყალბებენ, ხო სწორია? მაგრამ როდესაც შენ არანაირი ბერკეტი არ გაგაჩნია კონტროლის და შენ მაინც რასაკეთებ, იცით? ლეგიტიმაციას აძლევ ოცნებას, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ქვეყნის უბედურებას. საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი რა არის? ნახეთ, წინ არჩევნებზე მივიდა 39%, ხო? ყველა ის ადამიანი, რომელიც მივიდა იმ მოტყუების გამო, რომელსაც გვია ბიძინა ან ოცნება თუ არ იქნა, მოვლენ მიშა და ნაცები. მიშა და ნაცები მოსული არიან ხელისუფლებაში, ეს განუყოფელი ნაწილია სამინისტროებში, პარლამენტი იქნება, პარლამენტში ნახევარზე მეტი ნაციზის. ყოფილი თუ. რა თქმა, ამიტომ საუკეთესო არის საღი ქართველებისთვის, საღი ადამიანებისთვის ამ არჩევნებზე არ მისვლა. არა ის, რასაც ხელისუფლება ამბობს, მოდით და გადაგხვხაზეთ, ეს არის კატასტროფა. რატომ იცით? თუ ჩვენ 100%-ით მივალთ არჩევნებზე, ეს არის უმაღლესი დონის ლეგიტიმაცია. ამაზე მე რა ცოტა ხმით მოიგებს ოცნება. ლეგიტიმაცია. კი ბატონო, მისული ამორჩეველი, გინდაც მან გადახაზოს ბიულეტენი, ის ფიქსირდება, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა. ამიტომ რაც უფრო მხოლოდ ამ ერთი ჯგუფის, ორად გაყოფილი ერთი ჯგუფის მომხრეების დონეზე დარჩება არჩევნები, მით უფრო ლეგიტიმაცია იქნება აბსოლუტურად შეუსაბამო ხელისუფლებაში ყოფნასთან, მაგრამ ამას უნდა იმ სიხარბის დაძლევა, რომელიც ეგრეთ წოდებულ პარტიებს აქვს, შედიხარ ბიჭო, რა გინდა 1% იღებ, 9% რაში იღებ მონაწილეობას, რა ბერკეტი გაქვს, თუ მომავლისთვის ეს ამ სისტემაში არავის მომავალი რომ არ აქვს, ამას ვერ ხვდება ეს. სხვაჩორის ეს ჩვენი პოლიტიკური კანონმდებლობაც ასე არის მიღებული, რომ აი მაგალითად პარლამენტში მანდატი რომ მიიღოს პარტიამ, ამისათვის არის 5%-იანი ბარიერი საჭირო, მაგრამ დაფინანსება რომ მიიღოს, ამისთვის 1% საკმარისია. ანუ ამ შემთხვევაში ძირითადად мотиваცია პარტიების არის არა საარჩევნო ბარიერს, არამედ დაფინანსების მიღება. იმ 300-ზე მეტი რეგისტრირებული პარტიისთვის არის დიდი ნაწილისთვის, ვინც იღებს რაღაცა დაფინანსებას, ფულის შოვნის, ეს არა გამომუშავება, ფულის შოვნის მექანიზმი. ამიტომ ახლა არჩევნები უნდა გააკეთოს საღმა ქართველებმა, მიიღონ ამ ბალაგანში მონაწილეობა, თუ მეორე ძალად ქცეული საღი ქართველები წესიერ საარჩევნო სისტემას აიძულებენ ხელისუფლებას, შეთანხმდება პოლიტიკური თამაშის წესები, ჩვენ მარტივ რამეს ვლაპარაკობთ, შეთანხმდება პოლიტიკური რა შეიძლება, რა არ შეიძლება. ხო სწორია? და ამის შემდეგ ჩატარდება შესაბამისი ადმინისტრაცია შეიქმნება, ჩატარდება არჩევნები და ვინც გაემარჯვებს ხელუხლებელი და ხმაამოუღებლად ყველანი დავემორჩილებით ამათ, მაგრამ იმ თაღლითურ არჩევნებს, რომელიც ტარდება და იმ თაღლითურ არჩევნებს, რომელიც თუ არაფერი შეიცვალა, კვლავ ჩაატარებს ოცნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით ამ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ხელი შეუწყო ქართულ ოცნებას და არაფორმალურ მმართველობას დარჩნენ ხელისუფლების ბერკეტების ხელში და შეასრულო ის საზიზღარი ფუნქცია, როცა ფულს გიხდიან და შენ მთელი ქვეყნის მოსახლეობას ნაწილს ატყუებ გამოთაყვანებულ ხალხს, ნაწილს კი უბრალოდ ფეხებზე იკიდებ. კიდე გეუბნებით ჩვენ წესერად თუ არ შევაფასებთ ამას და რაღაც ესე იგი რომ იტყვიან რბილი შეფასებების დონეზე ჩვენ ძალიან საშიში მდგომარეობის წინაშე ვართ. კითხო 300,000 კაცით გაიზარდა მოსახლეობა, აზე ხარ 10 წლის მერე რა იქნება წარმოდგენილი? არაფერი არ იქნება, დამთავრებული იქნება ქართველების ისტორია. ძნელი მისახვედრია ეს. რას უჭერთ მხარს ვერ გავიგე დაქცევას, მაგრამ მე არ მგონია ქართველთა დიდი ნაწილი მხარს უჭერდეს ამას და ეს რომ ასეა, თქვენ ამას ნახავთ აუცილებლად. ბატონ დემურ, კიდევ ერთი საშიში ტენდენცია, რასაც მე პირადად ვატყობ და ალბათ არა მხოლოდ მე ვატყობ, ეს არის რომ აი ცვლილებების გარეშე
პოლიტიკური ცვლილებების გარეშე ამ ქვეყანაში უკვე ჩნდება აი პარალელური საქართველო. თითქოს მთავრობა ცხოვრობს რაღაც პარალელურ სამყაროში. ცხოვრობს. ნამდვილად ცხოვრობს. აი მაგალითისთვის ეხა ბატონმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ სიღარიბის დონე საქართველოში შემცირდა, პერმანენტულად მცირდება, რაღაც კონკრეტული რიცხვებიც კი დაასახელა, რომ 2012 წელს რამდენი ცხოვრობდა სიღარიბეში და დღეს ეს რო აი კრიტიკულად შემცირებულია. დღეს აი იგივე ბრიფინგზე ბატონმა შალვა პაპუაშვილმა გამოგვიცხადა, რომ სურსაძე თურმე ფასები იკლებს საქართველოში და მაშინ როდესაც მთელი ქვეყნის პრობლემად იქცა ეგ რომ ყოველდღიურად ასტრონომიული აი ეხა მაგალითად ზაფხული არის, ხილი სეზონი არის და არ ვიცი აი ვაშლი რომ უყიდო ბავშვს რაღაცა 6 წალ ვაშლში გადავიხადე 7 ლარი, ანუ 1 წალი ვაშლი ლარზე ძვირი ღირს, როცა არის ვაშლი სეზონი, ხო პირობითად. აი ამის ხედავთ ყველანი თვალნათლივ ამ პრობლემას, მაგრამ აი ხელისუფლება გვიმტკიცებს რომ მცირდება თურმე ფასები. ესე იგი ჩვენ ვართ იდიოტები გამოდის, კარგად ვცხოვრობთ და ვერ მიმხვდარვართ ამ ყველაფერს. აი ეს ტენდენცია რამით ხომ უნდა შეიცვალოს, ან რაიმე ლოგიკურ დასასრულამდე ხომ უნდა მივიდეს. აქ არის პასუხი აქვს A პუნქტი და B პუნქტი. A პუნქტი, როდესაც ხდება მოსახლეობის ლუმპენიზაცია, რაც სხვა სიტყვებით რო თქვა, სეთურის ბრბოდ ქცევა, მაშინ მუშაობს ის ტექნოლოგია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ის დარწმუნებულია, რომ მისი მხარდაჭერი სეთურის ბრბო და მისი მხარდამჭერი არის სეთურის ბრბო, კიდე გეუბნებით. ვისაც ძალიან ეწყინება, მე სადაც გნებავთ, იქ მოვალ და ვისაუბროთ, თუ შეგიძლიათ საუბარი. და არის მეორე, როდესაც არიღებ ამ ტოტალურ ტყუილს, კიდე გეუბნებით. თუ კარგად მიდის ყველაფერი, ქვეყნიდან რატო გარბის ხალხი? რატო ევროპაში უნდა ცხოვრება? ასე შეიძლება იყოს ერთი, აი პონტი რასაც ქვია, ხო, პონტისთვის წავიდა და ცხოვრობს ევროპაში. დანარჩენი გაჭირვებამ წაიყვანა. ჩემი შვილი თავის დროზე რატო წავიდა ამერიკაში? იმიტომ რომ საშინლად მე პარლამენტზე არის კომიტეტის თავმჯდომარე უვარგისი ამ საქმეში, ფულის კეთებაში, შოვნაში, თანამდებობა. წავიდა მთხოვა, აბა რა ვქნა, სანამ ვიყო და უნიჭერესი იყო და დაიკავა თავისი ადგილი. ასე წავიდა მილიონობით ადამიანი გაჭირვების გამო. ამიტომ აქ გვაქვს არჩევანი. ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენ შეგვიძლია შესანიშნავი ქვეყანა ვაგოთ. ყველაფერი ამისთვის ქვეყანაში, მატერიალური რესურსები, ფინანსური რესურსები, შესანიშნავი ადამიანური რესურსი არსებობს, მაგრამ არის უმახინჯესი პოლიტიკური სისტემა, რომელიც კლავს საქართველოს. პოლიტიკური სცენა მოკლულია. ეს არის რაღაც ამაზრზენი ფსევდოპოლიტიკური ლიდერების თავყრილობა, რომლებიც კიდე გეუბნები ძალიან კარგად ინფორმირებული ფულში ცურავენ. ვიცით რამ ხელა მოვა დრო და ითქმება ვინ რამდენი ფული აიღო. აუცილებლად თქვენ გონიათ დამალულია რაიმე, მაგრამ ჩვენ ახლა კონკრეტულად მე არასდროს კონკრეტულ ადამიანზე ალაპარაკობ, ვიღაცა მიყვარს არ მიყვარს, რა მნიშვნელობა, მე სისტემას ვაფასებ, მე ვახსენებ პოლიტიკურ შედეგს. ამიტომ ჩვენ გვმართებს მობილიზაცია. ერთადერთი გზა ამ მარაზმის შეჩერებისა არის საღი ადამიანების ძალა, რომელიც ხელისუფლებას ეტყვის. დაბრძანდებით, შეთანხმდებით თამაშის წესებზე, გაუყალბებელ საარჩევნო სისტემაზე, ადმინისტრაციაზე ჩაატარებთ არჩევნებს და ვინც გაიმარჯვებს სამართლიანად, არ იფიქროთ, რომ არჩევნების შედეგები მე ყოფილ ვარ იმ დროს პოლიტიკურ სიტუაციებში, საკმაოდ დიდი გავლენით და ასე შემდეგ. ვინ სად რას აკეთებს და ვის სად რამდენი ხმა მოაწერა ამის თუ იმის გამო ხელისუფლებამ ვიწრო წრეში ყველაფერი ცნობილი. ყველაფერი ცნობილი. ის ხალხია მოტყუებული და ასე გონია რაღაცა არის თორე. ყველაფერი იცის, მაგრამ შიგნით პოლიტიკაში იმ სამზარეულოდან გარეთ ამბის გატანა არ მოსულა. ამიტომ ასე აგებული პოლიტიკა. კი ბატონო.
აი თქვენ თქვით ბატონო დემურო, როდესაც საუბრობდით დასავლეთის ინტერესზე საქართველოსთან მიმართებაში, რომ რას უკავშირდება აქ ძალიან საინტერესო. მიზანი სულ სხვა არის, თქვენ ესე თქვით, ანუ მიზანი სულაც არ არის აქ, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ეს არ არის ყოველ შემთხვევაში მათი მთავარი ამოცანა. მაშინ რა არის აი ამოცანა, რა ინტერესია დასავლეთის დღეს საქართველოს? მთავარი მიზანი არის სრულიად გამოკვეთილი, იმიტომ რომ ყველაფერი არის ჩამოკიდებული HR-ში და არაფერი არსად გადაწყვეტილი არ არის. ირანი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი, იყო კიდევაც, მაგრამ ეხლა უკვე გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით. რესურსებით, პოლიტიკური დანიშნულებით და ასე იქ დასრულებული არაფერი არ არის. მაგრამ ის რაც მოხდა საქართველოში არიციან მხოლოდ, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა უმძიმესი დარტყმა მიიღო. უმძიმესი, რაც მის პერსპექტივას ახლო აღმოსავლეთში უპერსპექტივოს ხდის. 228 ობიექტი გაუნადგურა და ამას გუშინ დაემატა კიდევ კუვეითში და კატარში ის დაბომბები. ბაზები დაიბომბა. დიახ, ბაზები დაიბომბა და ლიბანის საპირისპიროდ. არაფერი არ არის. არავინ უკან დამხევი არ არის, ყოველ შემთხვევაში ირანელები. თქვენ იცით ბოლო შეხვედრები, როცა ბლამი შეაგინა ნათანიაჰუს ტრამპმა, ძალიან უხეში საუბარი იყო. ბოლო, იმიტომ რომ რატო გააცნობიერა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ გაიხვა შარში ისრაელის ინტერესების გამო თუ აი რა მათო იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ასე ის არის გახვეული შარში კი არა, მან მიიღო რეპუტაციული დარტყმარი არანორმალური. ფაქტიურად ირანში დაწყებულმა უაზრო ოპერაციამ, რომელიც ცდარ ინფორმაციაზე აიგო არა და არ დაუჯერა უშიშროებას, არ დაუჯერა სამხედროებს, არ დაუჯერა ანალიტიკოსებს, გამოაცხადა არ დავარტყამო და დილით დაარტყა. შედეგი არის კატასტროფული. არა აქვს საბრძოლო იარაღი. ერთადერთი დარჩა ატომური ბომბი ჩამოაგდოს. 1200 ტომოგავკი გაისროლა იმ ერთი თვის, არც იყო ერთი თვის განმავლობაში. ტომოგავკების მარაგის შევსებას წლები ჭირდება. სამხედრო კომპლექსი შეერთებული შტატებისა არ არის მომზადებული ინტენსიური წარმოებისთვის, იმიტომ რომ განკერძოებულია. იქ კერძო ფლობელები არიან, მათ რომ საკუთარი ფული ჩადონ ამ საქმეში ომი ჭირდება ცუცოთ 10 წლიანი. ეხლა გააკეთა შეერთებულმა შტატებმა ისე რომ ფულს რომცა აძლევს, თუმცა ახლა ამ ბოლო დროს ფული უჯდება მართვაში, კერძო კომპანიაში შედის მართვაში. როცა ასრულებს ის სახელმწიფო დაკვეთას. დიახ, როცა ასრულებს სახელმწიფო და მაგრამ ყველანაირი შეფასებით მე არაფერს ვამბობ ევროპაზე, რომლისგანაც წლებია საჭირო რომ რაიმე გამოვიდეს და გამოვა თუ არა ღმერთმა იცის. მე ვამბობ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე, რომელიც შეერთებული შტატების სახელითაა ცნობილი და აქ გაჩნდა რეალური პრობლემა. გრძელვადიანი ომის წარმოება მას არ შეუძლია. მას არ შეუძლია ამერიკიდან ლოგისტიკა აწარმოოს, უაზრობაა. საუდის არაბებმა ქართველებმა არ იციან და საუდის არაბებმა ბოლოს არ მისცა უფლება გამოყენება მისი აეროდრომებისა, აეროპორტებისა ირანზე შეტევისა. მაშინ როდესაც არაბული სამყარო ტრადიციული პარტნიორია. გახსოვთ თქვენ ხო ორმუზის ყურის ჩაკეტვა სადაა ჩაკეტილი? ვინ ჩაკეტა? ირანმა ჩაკეტა და ფულს ვინც უხდის ატარებს. მეგობრულ ქვეყნებს ატარებს, უპრობლემოდ სხვას არ ატარებს. ვინც არ არის მეგობრული ქვეყანა, ხო? ეხლა მე გეკითხებით, თუ შენ გაანადგურე და როგორც საქართველოში უკრაინა იმარჯვებს, ისე იმარჯვებდა ირანში შეერთებული შტატები, სწორია? სადა ხარ? რატომ ვერ შეცვალე, რეჟიმი ვერ შეცვალე, დაზიანება ეხლა აჩვენეს კადრები კოსმოსიდან. სულ 2 დღის საქმეა. ირანელებმა იმ მიწისქვეშა გრანიტის კლდეებში გამოკვეთილი თავისი საცავები სადაც არის და რომელიც საერთოდ დაუზიანებელია, ერთადერთი რაც არის გვირაბში შესასვლელებში ჩამოიყარა იმ დაბომბებისგან და ტექნიკა როგორც წმენდს მისასვლელ გზებს. ბირთვული პროგრამას არ შეწყვეტს, გამორიცხულია, მით უმეტეს მშვენივრად ამბობდა მაგატე ცნობილი საერთაშორისო არიუთერი
ამ ახლო პერიოდში არავითარი ბომბის გაკეთება არ შეუძლია. მაშინ რა იყო საქმე? ეს იყო ის. ანუ გამოდის რომ ყველა მიზანი წააგო ამ შემთხვევაში შტატებმა ირანთან შეერთებულმა რეჟიმი ვერ შეიცვალა ვირტუალური პროგრამა არ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ინტერესები არ გააჩნია. ეხლა რა იქნება ახალ წყობაში ძნელია. ნახეთ, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ 35,000 კაცი გაყავს ევროპიდან. მაგრამ პარალელურად საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება ბირთვული იარაღი ბალტიისპირეთშიც განათავსოს. პოლონეთში გადმოიყვანა 5,000 ადამიანი. თავარი მიზანი, როგორც ჩვენ ლაპარაკობდით, ეხლა აბსოლუტურად ნათელია. ეს არის რუსეთი. ეს არის რუსეთის შეზღუდვა ბოლომდე. რუსეთს იმ დონის მარიონეტული ხელისუფლება ყავს. იმ დონის ყმები არიან დასავლეთისა. დღემდე გრძელდება. ნახეთ, ამ ცოტა ხნის უკან გამოქვეყნდა პარიზში უზარმაზარი ვილები, ერთი რაგვარია, ის ქალია ვიცე-პრემიერი, რომელსაც უზარმაზარი ქონება აქვს დასავლეთ. ქვეყანა არის კორუფციაში ჩამპალი. გამიგეთ. სამხედროებს არ აძლევენ ოპერაციის გაკეთების უფლებას. კი, სამხედრო ელიტის მხრიდან ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საჯარო დაცვის მიზეზი. ძნელი სათქმელია ანკორიჯში, ალასკაზე, მაგრამ ამერიკელები თავის ინტერესს არ თმობენ, მათ ჭირდებათ რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ. მათ ჭირდებათ დამორჩილებული რუსეთი, რომელიც იქნება ნომერი 2 და იქნება კარგად, მაგრამ ნომერი 2. მაგრამ ეს რუსეთი არც იყო პრინციპში თავის დროზე ამაზე წინააღმდეგი, ხო? ანუ რატომ მოხდა აი ხა ამერიკის პოლიტიკამ არ განაპირობა ის რომ რუსეთი და ჩინეთი დღეს არიან უახლოესი მოკავშირეები? ეს იყო რატო შეიქმნეს თვითონ ესეთი სიტუაცია? ეს არის და ამაზე მე ღიად ვწერდი, თუმცა საშინელი რეაქციები იყო. მე ღიად ვწერდი ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა ანალიტიკურ ცენტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ რაიმე არის ხელმისაწვდომი ღია წვდომაში, ყველა მთავარი მათ შორის ЦРУ-ს ცენტრალური სადაზვერო ჩtildeოვანი ორგანიზა, სტრატფორდი და ესენი და ასე შემდეგ. ყველაფერი ნანახი მაგ კითხულობ. მე გაუგნებული ვიყავი 360 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ცენტრალური სადაზვერო ჩtildeოვანი ორგანიზაცია წერდა სისულელეებს და დავწერე. მე არავინ არ მაფინანსებს, მე ჩემი შრომის და ჩემი პირადი პასუხისმგებლობის ფონზე საათობით ვზივარ, რომ გამაანალიზო ეს ყველაფერი. ახლა მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტი ჩაერთო და იმდენად აიბურდა ყველაფერი, შეიძლება კაცმა საერთოდ მიატოვო ამას, მაგრამ არის წყაროები, რომელიც იძლევა ანალიტიკის საშუალებას, გამზადებული არაფერია და ყველაფერი იყო მცდარი. დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინის მეშვეობით რუსეთს გაანადგურებდნენ. ეს იყო იმდენად დიდი სისულელე, იმდენად უაზრობა, მაგრამ ასე იყო უმაღლეს დონეზე. ეხლა გეკითხებით, ეს შედეგი გამოჩნდა. უკრაინაში ამერიკელები მაგარი დამარცხებული არიან. ო, აი საინტერესო საკითხია. მაგარი დამარცხებული არიან. ასია ნამდვილად, იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში უკრაინის გააქტიურება, მათ შორის ფრონტის ხაზზე, მათ შორის უკვე რუსეთის სიღრმეებში დღესდილით მაგალითად პეტერბურგი დაიბომბა, სადაც არის დღეს ტარდება სწორედ ეკონომიკური ფორუმი. იქნება ისეთი იყო მაგაზე წინასწარ, რომ ეკონომიკური ფორუმი, სადაც ევროპის მრავალი ბიზნესმენი ჩამოდის, მათ შორის ამერიკული დელეგაცია. ეს არის გაცილებით დიდი ფორუმი, ვინც ეკონომიკით არის დაინტერესებული, თუ მოусმენთ ამ ფორუმს და მასალებს გაეცნობით, თქვენ ნახავთ, ეს დავოსზე უფრო დიდი ფორუმია, რეალურად, იმიტომ ძალიან საქმიანია. ამიტომ ეს იყო წინასწარ, რომ დაარტყამდნენ, თუმცა დაარტყეს იმ ნავთობგადამამუშავებელ ძალიან დიდ წარმოებას, ხომ? მაგრამ საპასუხო რეაქციები არ არის. ის რაც არის, იქ რაღაც ნატოს შტაბინები დაიბომბა, იქ ფარული ისინი თავისი ინსტრუქტორებით, მაგრამ თავარი რაც არის, არც ერთი
გადაწყვეტილების მიღების პუნქტი არ დაბომბა. თუმცა განცხადება ჰქონდა რუსეთს ამასთან დაკავშირებით, რომ ვაპირებთ. ლეფია თავდა რატო არ დაბომბავს რეზიდენციას თავდაცვისა? ამაზე უკეთეს ხარდამჭერებს რუსული საქმისა, ვიდრე ზელენსკია ძნელი წარმოსადგენია. ფაქტობრივად რუსებს მიყავთ საქმე იქამდე, რომ შეუძლებელი გახდეს უკრაინის არსებობა. რატო თქვენ ბომბავენ მოსკოვი, პეტერბურგი, ეს იბომბება, ურალი საიდან გამორიცხულია, რომ უკრაინიდან გაშვებული დრონები ურალში ჩავიდეს და იქ დაბომბოს რაიმე. თვითონ რუსეთის ტერიტორიიდან ხდება. გასაგებია ლატვიიდან წავიდა დრონები, ფინეთიდან წავიდა და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ამ დრონებს ხო აქვს რაღაც მოქმედების არეალი, ხო? სადაც შეუძლებელი ახლა იოლი საუბარია აქედან ქუთაისამდე, მაგრამ უკრაინიდან ურალამდე ჩასულა და კიდე ჩრდილოეთში წავიდა წარმოუდგენელია, ხო? ამიტომ რა ხდება მე, რასაც ჩემი ანალიტიკით ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ საშინლად შეზღუდეს სამხედროები და ფაქტიურად ოპერაციას არასრულებენ ფრონტის ხაზი შეტევის ნაცვლად ერთ ადგილზე გაყინულია, ოდნავ ცვლილებებია, თუმცა სტაბილურია. საბოლოო ჯამში ამ დროს გაძლიერდა რუსეთის ტერიტორიების დაბომბვა, რა კი ამერიკელებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს უკრაინის დახმარება, ეხლა ევროპა ფულს რასის გადაიხდის, ევროპელები ბოლომდე წავლენ და უკრაინას ბოლომდე გამოიყენებენ, სანამ მოემზადებიან რუსეთთან საბომბწრად. კიდე გეუბნებით, მე წლების წინ თქვი და ეხლა გავიმეორებ, დღეს უფრო დარწმუნებული ვარ. რუსეთი მიაღწევს სასწაულს თუ აირიდებს თავს ომს ევროპასთან. ფაქტიურად გამორიცხულია, რომ აირიდოს. ამაზე უკვე მე მახსოვს თქვენი ეს განცხადება და ისიც მახსოვს მაშინ თავის დროზე რამხელა კრიტიკა მოყვა ამას, მაგრამ დღეს ეხა იგივე საცხადებენ, იგივე დასავლელი ექსპერტები, რომ აი გერმანია ახდენს მილიტარიზაციას, ევროპა ემზადება რუსეთთან დიდი ომს. ნახეთ, რთული სიტუაცია. ამერიკელებმა უარი თქვეს ევროპის იმ დონით მხარდაჭერაზე, რაც იყო, თუმცა შეპირდნენ, რომ ბირთვული ქოლგა დარჩება. რასაფრთხე ახლა ვინ დაარტყამს ევროპაში ვინმეს ბირთვული არ აქვს, გამორიცხულია, ხო? დარჩება. მაგრამ ევროპა იმ ხელისუფლების ხელში, რაც დღეს ევროკავშირია, ეს არის სრული კარიკატურა პოლიტიკური ხელისუფლებისა, კალასები და ფონდერ ლაიენები და ეს საოცარი რამეა, ხო? ევროპა იმ რუსებს აქ კაი სიტყვა ხალიავა. ანუ მუქთაზე, ხო სწორია? მუქთაზე ცხოვრობდა, თავდაცვა ამერიკელების იყო, უამრავი რამ რესურსი რუსული იყო, წარმოება ეხლა რა? აზიური და რა აქვს ევროპას? ამ წუთში ევროპას აქვს შემორჩენილი მაღალი ტექნოლოგიები და მრეწველობა, რომელიც ეცემა, განსაკუთრებით გერმანია იყო ევროპის ლოკომოტივი, ხო? რესურსები არა ამერიკიდან მოტანილი მითით, ხევადი აირით რო შენ კონკურენტული ამ პროდუქციას შექმნეს, ზღაპარს მიეკუთვნება. აქ არის გვერდით უზარმაზარი ქვეყანა კოლოსალური ბუნებრივი სიმდიდრეებით. ამ რესურსების გარეშე ევროპას მომავალი არ აქვს, მაგრამ დღეს ევროპა მზად არ არის რუსეთთან აწყოს თანამშრომლობა ურთიერთმომგებიანი. რუსები ამაზე ოცნებობენ. ამერიკელების გავლენით, მათი ტექნოლოგიებით ევროპა გონება დაიკარგა. გონება დაკარგულია. როგორც ჩვენ ხელისუფლებას გონება დაკარგული აქვს და მარიონეტიზაციის უმდაბლესი დონია, ფსკერია მარიონეტიზაციის, მაინც ევროპისკენ იყურება. კაცო, ევროპასთან კაი ურთიერთობა უნდა ქონდეს, რა გვაქვს მათთან საუბარი, მაგრამ სად მიძრები, არც იცი რა ხდება აღმოსავლეთში, არ იცი ახლო აღმოსავლეთში რა ხდება, არ იცი ჩრდილოეთში რა ხდება, არ იცი უკრაინაში რა ხდება. ისეთ ნაბიჯებს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, აი კიდე გეუბნებით, ძალიან საშიშია, რასაც ესენი აკეთებს, მაგრამ დღე და ღამე პროპაგანდა აქვს.
ევროპა როგორ ჩაგრავენ თურმე რა მნიშვნელობა აქვს ევროპაში კალასი და რაიმე რა სიტყვის საქართველოზე ან ევროპარლამენტში ვინ რა სიტყვის საქართველოზე საქართველოს მომავალზე უახლოესი 100 წელი რა მნიშვნელობა აქვს არავითარი მაგრამ მარიონეტი რისი მარიონეტია ეს არის სოროსის ნაგავში მოხარშული ხალხი ამათ ეს იდეური ხალხია ამათ ის რაც ჩვენ გვაწუხებს ჩვენი ქვეყანა მისი კულტურა წარსული მომავალი გვინდა ფანტასტიკური ახალგაზრდობა გვყავს თანამედროვე მსოფლიოში საუკეთესო განათლება გვინდა ურთიერთდალაგებული ურთიერთობა გვინდა რასაც შეთანხმება და დიალოგი უნდა რაზეა დიალოგი დილიდან საღამომდე იმ კანალიზაციის ტელევიზიებში სახელმწიფო არაფერს ვამბობ იმ ოპოზიციაზე იმიტომ იმ ოპოზიციის კანალიზაციის ტელევიზიებს ბიზნესა და მისი გარემოცვა აფინანსებს დედახმები ჩანს ეს ძალიან თვალნათლია თავისთავად ხარ კიდე გეუბნებით ეხლა არასდროს არ მივცემ თავს უფლებას საჯაროდ ასეთი რა თქვა მაგრამ ძალიან კარგად ვიცით უგნებო წყაროებსაც გეტყვით ისე არის საინტერესო პროპაგანდა აქვს ქართულ ოცნებას და გეთანხმებით რომ დღე და ღამე მიდის იმაზე საუბარი როგორ იჭაგრებიან მაგრამ აი აქ მეორე საკითხი შემოდის ეხლა მე როგორ საქართველოს მოქალაქე უყურებ და კი შეიძლება გული შემტკივა რომ უსამართლო ჩემ ქვეყანას რატომ უნდა ჩაგრავდეს ვინმე მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ სახელმწიფო უწყებები საგარეო უწყებები დიპლომატიური კორპუსი ხო ზუსტად იმისთვის ყავს რომ წესით არ უნდა დავჩაგროს არავინ უბრალოდ არც სამართლიანად არც უსამართლოდ აი საკუთარ მოსახლეობასთან რომ თავს იმართლებ რომ აი გერმანია რა ცუდია თურმე და გერმანიის მთავრობა რომ რაღაც თავის საიტზე არ ანახლებს ინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით და ამას შეგიძლია თვეობით ამაზე ილაპარაკო მე ხო უნდა გამიჩნდეს ამაზე პროტესტი რომ კი გერმანიის მთავრობა შეიძლება ცუდია მაგრამ შენ რას აკეთებ რა წარმატება გაქვს საგარეო ყველასთან რო ურთიერთობა გაიფუჭე ეს არის სწორი დიპლომატიური ურთიერთობა ის ევროპა რა ქვია გერმანიის ელჩი როა გონება სუსტი ძალიან გერმანელის არაფერი ეთყობა ერთი გზასაცდენილი ადამიანია რასაც ბოდავს აბსოლუტურად სასარგებლოა ოცნებისთვის ხო აძლევს საშუალებას რომ აწარმოოს საკუთარ პროპაგანდა და ყველაზე ცუდი რა არის იცით ამ ლექსიკაში ოცნებისა მის ლექსიკაში მათი უტვინობის გამო ანტიდასავლური განწყობებია რაც აბსოლუტურად არ არის კარგი ქვეყნისთვის შენ ანტიდასავლელი ვერ იქნები ისევე როგორც შენ არ შეიძლება იყო ანტირუსი ეს იმას კი არ ნიშნავს რომ გიყვარდეს ან ერთი ან მეორე შენ სახელმწიფო ხარ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში ყველაფერი რომ დაალაგდება სამხრეთ კავკასია რჩება მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში არანაირი კონტური აქ ინტერესების დაბალანსებისა არ არსებობს ამიტომ შენ არ შეგიძლია ითამაშო ის აბსოლუტურად პროფანული თამაშები რასაც ხელისუფლება თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში თავისა ნახეთ როგორ შეიძლება ადამიანებს ჯეროდეთ იმისა რომ საქართველოს დღევანდელ ვაი ხელისუფლებას რაიმე უნდა საქართველოსთვის როცა ყავს ასეთი მთავრობა და ყავს ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც კურიოზია არა მარტო თავისი ლექსიკით არა მარტო თავისი ჰორიზონტით არამედ ქცევით ამიტომ ეხლა მე ამას იმიტომ ლაპარაკობ მე იმედი მაქვს და ძალიან კარგად ვიცი ძალიან ბევრი საღია ქართველი რომელიც ადრე თუ გვიან თავის სიტყვის ამ მარაზმის შესაჩერებლად მაგრამ თუ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრეთ და თუ ჩვენ იმ სისულელეს ავყევით ნახეთ არც ერთი პრობლემა გუშინ შუა დღეზე მივედი ჩავრთე და იქ იყო 4 საათის ის რა ქვია იმათ არა ვარ მაგათი მაყურ იმედზე ერთი და იგივე 9 კონტექსტში განმეორებული ეს ერთი და იგივე პრობლემა არა გაქვთ ქვეყანაში პრობლემა გადაწყვეტეს 300,000 კაცს მიცეს მოქალაქეობა კი, განსაკუთრებული პროპაგანდისტული ხაზი აქვს ამ ბოლო დროს, რომ აი როგორ იჩაგრებიან სადღაც შვედეთში მეთევზეები და როგორ იკლო ხელფასებმა გერმანიაში და აი საქართველოში რა ხდება ამას ეს ვითომ არაფერი ეს არ გვე გერმანიაში ხელფასი როგორია ეგ და შვედეთში მეთევზეები როგორ პირობებში მუშაობენ და საქართველოში რა ხდება ეგ არ გვეღება 1200-იო და ერთი ბიზნესმენია ვაი ბიზნესი ახლა 1200 ლარით კი უნდა იცხოვრო შეკაი დედმამიშვილო სახე რო გაქვს დაკარგული და ნამუსი 1200 ლარით მოდი და შენი ოჯახი აცხოვრე
აი ვეუბნე გვარს არ ვასახელებ ახლა, თუმცა ცნობილი გვარია. უგორებს კოჩს ყველა. საბანის ადამიანიც კვდება, იქამდე უნდა გადაიფარო, ესე დაგვარიგა ქართველობა ამ ადამიანს. ხო, აბა ეს დაარიგა, ხო, ესე იგი მუშნია ზარანდია, ხო. და ეს გრაფის ეგეთი, ხო. მინდა კითხოთ, აი სამხრეთ კავკასიის საკითხს ვერაულით გვერდს სომხეთის. ვერც აულით. სომხეთში მიმდინარე პროცესები. საინტერესო პროცესი არის, აშკარად პაშინიანის ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას და ამას უკვე მოყვა ეკონომიკური შედეგები. არჩევნები არის სომხეთში დანიშნული და ტრამპმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა სხვა შორის ნიკოლ პაშინიანს. რუსეთი აგრძელებს აი ყოველდღე რაღაც შეზღუდვას უწესებს. ეხლა გუშინ კარტოფილი აკრძალა, მერე ბადრიჯანი აკრძალა, მანამდე სხვა და პაშინიანმა ყველაფერი ევროპაში გავყიდეო. ყველაფერსო გავყიდითო ევროპაშიო აწყადებს. რასთან გვაქვს ამ ხრივ კავშირი და რა? რაც ყველაზე მთავარია, რუსეთი რეალურად კარგავს სამხრეთ კავკასიას, იმიტომ რომ ფაქტიურად აღარ რჩება მას აქ მოკავშირე და დასაყრდენი. მოდით ასე უნდა შევხედოთ. სომხეთის პრობლემა არ არის მხოლოდ რუსეთი ან ევროპა. მისი პრობლემა არის ირანიც, რომელთანაც მათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, პაშინიანი მე არაერთი ინფორმაცია მაქვს ნანახი ამ ბოლო პერიოდში, როცა ამშვიდებს ირანს, რომ აქ არაფერი არ გაკეთდება ირანის საწინააღმდეგოდ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ზანგეზურის დერეფანი თუ გაკეთდება როგორც ტრანსპორტის გზა და ეს არ იქნება პოლიტიკური დატვირთვის, თქვათ ამერიკელების კონტროლის ქვეშ რუსეთის წინააღმდეგ ან ირანის წინააღმდეგ, ირანელები ამბობენ, იყოს. კი, მაგრამ გზა თუ გადის და სომხეთი აკონტროლებს და სომხეთს ურთიერთობა აქვს დიპლომატიური რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან, გზა არის და გზა არის. რა პრობლემაა? აღურებლისთვის ვიტყვით, რომ ეს დერეფანი მდებარეობს ზუსტად ირანის საზღვართან. ერთ-ერთი ხო, ირანის და თქვენ ახლა მეუბნებით, რომ ამერიკელები შეფიქრდნენ, რომ ირანის საზღვარზე გაატარებენ და იქ დაქირავებულ ჯარს, ანუ კერძო ჯარს ჩააყენებენ 1000 კაცია თუ 2000 კაცი, რა მნიშვნელობა აქვს? თელი დაზვერვის ისინი მოყვება და ასე შემდეგ და არა რუსეთთანაც ისე ლაპარაკობს პაშინიანი ნახეთ რომ მას არ უნდა ესე იგი ავნოს რუსეთის ინტერესი მაგრამ შეიცვალა ომის შემდეგ სიტუაცია და რაღაც გადაწყობები ხდება მთავარი საზრუნავი რა თქმა უნდა პაშინიანისთვის არის არჩევნები საქართველოს რომელსაც მართლა გონია რომ სომხეთი შეიძლება ევროპაში გაწევრიანდეს რაც გამორიცხულია გვაქვს ამისი გამოცდილება პირადი ჩვენ ნახეთ ეგერ ბოლო განცხადებები პოლონეთის პრეზიდენტის უამრავი სხვა განცხადებები უკრაინა ვერ ეყირსება ევროკავშირს ეხლა ვერ გავიგე მე ახლა თუ გინდათ ქუთაისურად გეტყვით ხო ესე სომხეთი ეღირსება ევროკავშირს და საქართველოს ეღირსება ევროკავშირს და შეწირული უკრაინა ევროკავშირში არა, სწორია, უკრაინა ტერიტორიულად პირდაპირ ესაზღვრება ნაწილია მაგრამ ჯერეთი ევროკავშირი რასანატრელია და მეორე სომხეთის მე კარგად არ ვიცი, მაგრამ ინფორმირებული ვარ მდგომარეობაზე. არ არსებობს ერთი პარამეტრი სომხეთში, რომელიც აკმაყოფილებდეს იმ სიაფანდი ევროკავშირის მოთხოვნებს. მაგრამ იქ არის სერიოზული ოპოზიცია, რომელიც უფრო რუსული მიმართულების ნაწილია. რა შეიძლება მოხდეს? Pașiniani იმაზე მეტს ნაბიჯს ვერ გადადგამს, ვიდრე ამას გეოპოლიტიკა უშვებს. თუ ის ზედმეტს გადადგამს, ის მიიღებს იმას, რაც უკრაინაშია. ეს დაუწე ორი მრამიდან მიიღებს. ირანი არ დაუშვებს და ირანს ჯარი გამზადებული ყავდა სომხეთში შემოსასვლელად. როდესაც პირველად გაჟღერდა ზანგეზურის საკითხი გვახსოვს. მაშინ და შემდეგ, როდესაც უკვე ომის იყო, მაშინაც იყო, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ ირანიდან იმ დაბომბების დროს სომხეთში საკმაოდ ბევრი ლტოლვილი შემოვიდა ირანელი. ამიტომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობა არ არის მარტივი, იმიტომ როცა უჭირდა სომხეთს ირანი ყოველთვის ეხმარებოდა ყველანაირად. ამიტომ შეზღუდვა არის არა რუსების მარტო, არამედ შეზღუდვა არის ირანიდანაც. შენ ისეთ ქვეყანაში ხარ ტერიტორიულად გაჩხერილი, ტერიტორიულ
ადგილად გაჩხერილი, რომ შენ არ შეგიძლია დღეს უკვე ჩათვალეთ, რომ ირანი არის მსოფლიოს მეოთხე მოთამაშე. ეს სერიოზული ქვეყანა არის, ამას კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ შენ არ შეიძლება დარჩე თქვათ თურქეთის ამარა, ხო სწორია, იმიტომ რომ არა მე ჯერ კიდევ წლების წინ როცა მქონდა განხილვები ამ თემაზე პირდაპირ თქვი საქართველოში როცა სწორი პოლიტიკა გექნება შენ და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე შენ კარგად უნდა იცოდე რომ თურქეთის ანტი გამაწონასწორებელი არის ირანი საქართველოში ისტორიულადაც ასე იყო ყოველთვის. ასე იყო ყოველთვის. ამიტომ ამ ქართველ ხელისუფლებას ბჭყალებში იმიტომ არავითარ ხელისუფლებას ეს წარმოადგენს. შენ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უნდა იცოდე, საით შეიძლება ნაბიჯ გადადგა. ნაბიჯს როცა დგამ, შენ სიმპათია ანტიპათიებზე კი არ დგამ. ნაბიჯი იდგმება ერთადერთი მიზნით, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იქნა შენარჩუნებული ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის დამოუკიდებლობა გავატაროთ ამ რთულ დროში ისე რომ არ დავზიანდეთ. საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია ამ თემაზე საუბარი. კიდე გეუბნებით, მე ვთავაზობ ამ ვითომ ხელისუფლებას ქვეყნის სასიცოცხლო საკითხებზე თუ შეუძლიათ საუბარი, მე სიამოვნებით დაუჯდები, მე თქვენგან რეკლამა არ მჭირდება, ღმერთო დამიფარე, მაგრამ ხართ აბსოლუტურად უბიცები გეოპოლიტიკაში, თქვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ილუზიების აყოლა, რომ ეს ოპოზიცია ბჭყალებში წერდა, რომ რამხელა დიდ წარმატებას მიაღწია სომხეთმა და ეს რა წარმატებას მიაღწია სომხეთმა? შედგა პროდასალურ რელსებზე და ასე მათვე ძაღლი არ დაჰყევს გვარამიას აზრით. გვარამია იმასაც ამბობდა მახსოვს, აი ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ ტაშს უკრავდა პაშინიანს, რომ სიმსივნე მოიცილაო სომხეთმა და გათავისუფლდა ამით რუსული კოლონიებისგან. მაგ ლოგიკით ახლა საქართველოს რეალობაზე რო გადმოთავაზოთ, ხო ნიშნავს რომ ხო, ანუ აფხაზეთის ამჭაბლო უნდა მოიცილოთ, ჩვენც უნდა გათავისუფლოთ. იმ ჯგუფს, რომელსაც გვარამია მიეკუთვნება, ის აფხაზეთი, ის სამაჩაბლო და ასე შემდეგ, ერთი ქვაღორღიანი მიწა გონიათ, მეტი არაფერი, ხო? ეს არის ამათი აზროვნება და მე განსაკუთრებით გითხრათ სიმართლე, ნამდვილად მწყინს, როცა უყურებ სააკაშვილის უაზრო განცხადებებს. იმიტომ რომ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ პარლამენტიდან 2002 წლის შემდეგ მე მასთან კავშირი არ მქონია. აი ამ ხელათი არ არის გაზრდილი მისი პოლიტიკური აზროვნება. იგივე ნარატივი, იგივე დარჩა პირიქით არის ესე იგი კატასტროფულ მდგომარეობაში. აი ეს ამოუხსნელია, რანაირად აღწევენ. მე მარტო თქვენგან არ მომისმენია ეს და იმიტომ ვიძახი. მიხეილ სააკაშვილმა ხო უზარმაზარ წარმატებას მიაღწია მაშინ პოლიტიკურად 2003 წელს, როდესაც ის რევოლუციურ ტალღაზე მოდის ხელისუფლებაში, უზარმაზარი მხარდაჭერით საზოგადოების. ჩვენ მე ვნახეთ აი ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი წარმატება ასევე 2012 წელს, როდესაც მთელმა ერმა დაუჭირა მხარი და დღეს ვხედავთ, რომ აი იგივე თქვენი შეფასება არის. რანაირად აღწევენ ესა და ესეთი ადამიანები წარმატება. ხალხი მეორემაც მოატყუა ხალხი. ერთნაირები არიან ამ მხრივ, ფაქტობრივად აქ ცხოვრება ნამდვილად არ არის, მაგრამ ის შანსი, რაც სააკაშვილს ჰქონდა, დღესაც პრეზიდენტი იქნებოდა და ქვეყანა იქნებოდა მართლა განვითარებულ ჩვენ ფაქტურად დავკარგეთ უზარმაზარი დრო. ჯერთი შევარდნაძიდან და 92 წლიდან უბედურებაში ვართ, ხო, მაგრამ აი კიდე გეუბნებით, არც ეკონომიკა მესწავლება ნამდვილად ვინმესგან და ყველაფერზე დღე და ღამე მუშაობ. ყველაფერი არსებობს საქართველოში ძლიერი სახელმწიფოს ასაგებად. ერთადერთი ეს არის გამყიდველი ხელისუფლებები 92 წლის შემდეგ. შევარდნაძე ხო საერთოდ ტრაგედია იყო. ვინ არის სააკაშვილი, ვინ არის ივანიშვილი? შევარდნაძიდან გამოზრდილი კი, ფესვები მოქალაქეთა კავშირშია გორივე. და კვლავ ვიმეორებ. შევარდნაძის ეპოქის ზეობა არის ახლა საქართველოში. მე რა რომ თვითონ არ არის. აი, ეპოქა იგივეა. შევარდნაძის ეპოქა მენტალურად
ნახეთ, ყველა ფულიანი ტომარა არის თუ არა შევარდნაძის გარემოცვიდან და შევარდნაძის პერიოდიდან. ყველანი, ხო? როგორ? რა გზით? ყოველთვის ახერხებენ. ხდება ოლიგარქიზაცია საქართველოსი, ჯიბის სახელმწიფოდ გადაქცევა ქართველი ხალხის საკმაო ნაწილის სიბრიყვის გამო. დიდი მადლობა ბატონო დემურ, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით და წარმატებას გისურვებთ. როგორც ყოველთვის ძალიან ესეთი ინტერაქტიული გადაცემა გამოგვივიდა. მადლობა და ნახვამდის. შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსი პროფესორი ბატონი დემურ გიორხელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენ უყურებდით გადაცემას ახალი პარადიგმა საქართველოს ტალღაზე. მადლობას მოგახსენებთ და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრაზე.